Am კითხვით ლევან ხაბეიშვილმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს მიმართა, სწორედ მან უნდა გამოუტანოს განაჩენი პოლიტიკოს, რომელსაც საჯარო განცხადებების გამო პოლიტიკური მოტივით ქართული ოცნების რეჟიმი ასამართლებს. ხაბეიშვილი და იშლეს ამ ციხეში და მოწმეს თავის ოჯახს და იყოს დაგორილი იმაში და მაგრამ თქვენ და ხეიდან ეგეც ქვეყანაში გინდა ცხოვრება, სადაც პოლიტიკური დაპირების გამო თქვენი შეთავაზება მე ვიცი ჩუმი საჯარო როცა ეუბნები ძალაუწევს რომ არ დაასახიჩო მოწმეს საერთოდ პირდაპირ გეუბნები ჩვენ ვიქნებით და ასაა ესე იგი ბოჭარა სულ დავიდა ქვეყანაში ისე ასე იმას კი არ ამბობთ ხალხთა Elazığ jurul xabeyişulis გამოსვლა შემოწმებული ვიზიტი თავი. ბატონო მოსამართლე სამიგერელის თანამშრომლის ახმაზეთ მექსიკაში და ჩაუპე კაცებში და ჩემი შული მონოგალიზადა ბუდიში საფუძველი ბუდამადა საკარი სამართალი ხო? სამთვიანი სრული იზოლაციისა და გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვის შემდეგ ლევან ხაბეიშვილისათვის მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში კვლავ არაერთი კითხვის ნიშანია. Ყველაზე მეტად პოლიტიკოსის აინტერესებს, როგორ მიჯნავს ქართული ოცნება პოლიტიკურ დაპირებასა და სისხლის სამართლის დანაშაულს, ან თუ კი ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დანაშაულს ჩადიოდა, რატომ არ აღკვეთა ის ოცნების პროკურატურამ პრევენციის მიზნით ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში, როცა საჯაროდ საუბარი ოცნების მშვიდობიან დამხობაზე ტელეეთერებში დაიწყო. მათ შორის ჩვენ სისხლის სამართლების კანონმდებლობაში გულისხმობს ესეც, რომ ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილების ასპექტზე დამხობას. ეს დამხობა არ არის რომ მარტო სიტყვა, იმას უნდა თქოს თავისი შემადგენლობა, რომელიც თავისი მხრივ უნდა იყოს აუცილებლად ძალადობრივი. მე თუ ვიტყოდი ბატონო მოსამართლე ვაარწოს ეს კონსტიტუციური წყობილება და მოგიწოდეთ ხელკეთები დამჩნევთ ხელში და რაღაცა გავაკეთოთ, ეს არის გადატრიალების მოწოდება კონსტიტუციური წყობილების ცვლილება. მე მომწონს ჩვენი კონსტიტუცია პირიქით ამ კონსტიტუციით დასაზევარ ორიენტირებული. დღეს ლევან ხაბეიშვილის განცხადებების გარდა მოსამართლემ არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე მხარეთა შესავალი სიტყვებიც მოისმინა. ხაბეიშვილის ადვოკატის განმარტებით საქმე უკანონო დევნისა და ანგარიშწორების ინსტრუმენტად გამოიყენება. ლევან ხაბეიშვილს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავებიან. უფლებადამცველები კი სხდომაზე განმარტავდნენ, რომ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება საკმარისი არაა, ის კონტექსტით ძალადობრივ ქმედებებს უნდა გულისხმობდეს. ხაბეიშვილი კი ყველა განცხადებაში კანონის მორჩილებაზე და მშვიდობიან პირობებში ხელისუფლების შეცვლაზე საუბრობდა. ჩვენი სამართლებრივი არგუმენტაცია მოიცავდა ორ ძირითად მომენტს, ეს რომ ქთამის საჯარო შეთავაზება, რაც ბრალდების შეფასებით პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული საჯარო დაპირება კეთილსინდისიერი ქცევისთვის ბიუჯეტიდან ჯილდოზე, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჯდება ქთამის როგორც დანაშაულის ბუნებაში და მეორე არის თუ არა ტერმინი მშვიდობიანი დამხობა, კონსტიტუციის ფარგლებში დამხობა, სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ წარვადგინეთ პოზიციები და სასამართლოს დაუპირდით, რომ მას შემდეგ რაც წლიანად იქნება გამოკვლეული მტკიცებულებები, სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ ლევანი ან რომელიმე ეპიზოდში იქნეს გამტყუნებული არ იქნება. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმ აღნიშნავ, თავიდან ბოლომდე აღნიშნული საქმე ლევანთან მიმართებით ეს არის უკანონო ანგარიშწორების ინსტრუმენტი. ამ საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული მურთაზ ზოდელავაა, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება 4 ოქტომბრის საქმეზე სხვა უფრო მძიმე მუხლებსაც ედავება. ყოფილი გენერალური პროკურორი დღეს საკუთარ ორ პროცესს დაესწრო. საინტერესო იყო 4 ოქტომბრის საქმის სხდომაც, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყეს და პროკურატურის მიერ მოტანილი მტკიცებულება უწყვეტი ტელეეთერი გამოიკვლიეს. ჩვენ აქ რაც ვიხილეთ, ამ კადრებში წარდგენილი ბრალდებები ამ კადრებიდან არ დასტურდება, მაქსიმუმ ამ კადრების მიხედვით 19-222 მუხლზე ყოფილიყო მშელობა, მცდელობა, ვთქვათ, რაღაც ადმინისტრაციული ორგანოს შენობის დაკავებისა. ესეც იმ დათქმით, თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ლეგიტიმური ხელისუფლება. ღია სხდომა საბედნიერო ჯერჯერობით და ყველა ხედავს, რომ ეს ბრალდებები არის აბსურდული და ეს ადამიანები არიან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ციხეში, რომ მათ უყვართ საკუთარი ქვეყანა და ისინი იბრძვიან საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. მხოლოდ ეს არის მიზეზი, რაც ვნახეთ ჩვენ დღეს. სხვა არაფერი, გულანთებული პატრიოტები, რომლებიც არიან დღესდღეობით სამწუხაროდ ტყვეები. ამათ მე ვერ დავარქმევ სხვა სახელს ნამდვილად. პოლიტიკოსებს საჯარო განცხადებების გამო 9 წლამდე თავისუფლება
ხელისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პროკურატურის მტკიცებულებათა ნუსხაში კი ის საჯარო განცხადებები ჭარბობს, რომლებიც თვეების განმავლობაში ტელევიზიებით ვრცელდებოდა და საზოგადოებისათვის ისედაც ცნობილი იყო. ადვოკატებისთვის ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ ოცნება ახლა ოპონენტების გასამართლებით პოლიტიკურ შურისძიებას ცდილობს.